წულუკიანის კომისია მოთხა 30 გვერდიანი დასკვნა მოამზადა, რომელიც სექტემბერში გასაჯაროვდება. თეა წულუკიანის მტკიცებით დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი 2003 წლიდან ჩადიოდნენ. პროექტ შემოდგომაზე პარლამენტს წარუდგენენ. წულუკიანის კომისია თებერვალში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადას სამჯერ გაუგრძელდა. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები: ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივით არგამაძე. ერთ საათში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყება. დაპატიმრებული ჟურნალისტი დღეს დასკვნით სიტყვას მოსალოდნელია, რომ განაჩენის გამოცხადდება. ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმისთვის წაუყენეს ბრალი. მას 4 და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. შენგელაია ავტორი იყო ისეთი ნამუშევრების, როგორებიც არის ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი და მრავალი სხვა. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, არის თბილისის საპატიო მოქალაქე.